საინტერესო აღმოჩენა ხელოვნების სასახლეში ოზურგეთის თეატრის 1924 წლით დათარიღებული აფიშის უკანა მხარეს უნიკალური წარწერაა დატანილი. განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებს ბოლშევიკებისგან ფარულად პროკლამაციის გავრცელების მიზნით დაუწერიათ. კომიტეტი ხალხს მოუწოდებს დამარცხებას არ შეეგუონ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განაგრძონ. სააფიშე ფონდში დაცული პოსტერის ისტორია მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟში. ერთი შეხედვით უბრალო აფიშა, რომელიც ოზურგეთელებს სპექტაკლზე იმედის დაღუპვა ეპატიჟება, საუკუნის შემდეგ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მის ორმაგ დატვირთვაზე ის უნიკალური ხელნაწერი განცხადება მიანიშნებს, რომელიც აფიშის მეორე მხარესაა. პროკლამაცია 1924 წელს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებს ბოლშევიკებისგან ფარულად დაუწერიათ. ტექსტში მოსახლეობას ღიად მოუწოდებენ არ შეეგუონ საქართველოს დამარცხებას და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განაგრძონ. ამ აფიშაში არის უნიკალური ტექსტი, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ გააგრძელონ ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ტყეში შეხიზნული ძალები აუცილებლად მოახერხებენ საქართველოს განთავისუფლებას. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრების, სავარაუდოდ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ ბოჭორიშვილის ხელმოწერილი განცხადება იმ პერიოდის სხვა უნიკალური დოკუმენტაციისგან განსხვავებით განადგურებას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მინაწერი აფიშის უკანა მხარეს იყო გაკეთებული. ხელნაწერ ტექსტს თან ახლავს დაბეჭდილი ანალოგი, რომელიც გაზეთ ზარია ვოსტოკას გაფიცულმა მუშებმა ფარულად გაავრცელეს და 1924 წლის 5 სექტემბერს გამოაქვეყნეს. აფიშა პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის იმ ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვან მომენტს, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებას იწყებს. ამბოხებულებმა შეძლეს რამდენიმე ქალაქის აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს. თუმცა ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედებების გამო აჯანყება განწირული იყო. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ის სისხლში ჩაახშეს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილებმა. დამარცხების მიუხედავად 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაში. ეს არის ერთადერთი ეგზემპლარი, რამაც ჯერჯერობით მოაღწია ჩვენამდე და ვფიქრობთ, რომ მას განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობა ენიჭება მე-20 საუკუნის საქართველოს უციანი წლების ისტორიის შესასწავლად. აფიშაზე მალულად დაწერილი ეს განცხადება ხელოვნების სასახლის სააფიშე ფონდში რამდენიმე დღის წინ პოსტერების რეინვენტარიზაციის დროს იპოვეს, რომელსაც ფონდთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუდენტები აწარმოებენ. გამოგვაქვს ფონდებიდან ძველი ექსპონატები, არა მარტო ქართულენოვანი, არამედ უცხოენოვანი, სარჩევის სახით იქნება, თაროების მიხედვით ვიღებთ. ამ ყველაფერს აღვრიცხავთ. ამუშავებენ ფონდში არსებულ მასალას თავიანთი მდებარეობის მიხედვით. კეთდება მათი სრული აღწერილობა და საბოლოო ვერსია დაიდება უკვე გვექნება ციფრული ვერსია. საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის სააფიშე ფონდში 1850 წლიდან დღემდე ჩვენამდე მოღწეული რარიტეტებია დაცული. აღწერის შედეგად დამუშავებული მასალა ციფრულ მაჩვენებელზე იქნება გადატანილი და ამ ფორმით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.